ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რამაც მოგცა პრაქტიკულად შესაძლებლობა ყველა წარდგენილი საკითხი განგვეხილა. Რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან კარგი ამ პროცესში მოგვესმინა განსხვავებული აზრი ჩვენი ოპოზიციისგან და რეალურად ქონოდა დისკუსია თემატურ ნაწილში, მაგრამ სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა არ არღვევს ტრადიციას, ისევ გაურკვეველ მდგომარეობაშია და მათი ინტერესი ნაცვლად ჯანსაღი კრიტიკისა ისევ გახლავთ რაღაც გაუგებარი შოუების მოწყობა ამ დარბაზში. ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, ვინ არის მათი ლიდერი, ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ კითხვებზე სამთავრობო პროგრამაში. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მეგობრებო გასულები ხართ პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამ ქვეყანაში. და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი თქვენგან განსხვავებით გახლავთ ღია და გამჭვირვალე მმართველობა ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომლის წორმა და ძალიან თანმიმდევრულმა პოლიტიკამ ქართულ ოცნებას მოუტანა საკონსტიტუციო უმრავლესობა და საქართველოს განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილი კანდიდატები მინისტრთა კაბინეტში თავიანთი გამოცდილებით და კვალიფიკაციით პირნათლად შეასრულებენ თავიანთ თავზე დაკისრებულ მისიას. ჩვენი მხრივ ვაპირებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას საპარლამენტო ფორმატში, როგორც მონიტორინგის, ისე საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით და მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ძალიან ძლიერი და სასიკეთო პროექტების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა.